თბილისის მერია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ყველა უბანში აქტიურად მიმდინარეობს. კლდანი ნაძალადევის რაიონში 8000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარი იგება. უკვე მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები. გაკეთდა ბეტონის ბორდიურები და ტროტუარები. ცინცაძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა თბილისის მერმა. გიგი უგულავა მოსახლეობასაც შეხვდა. მან 2012-2013 წლებისთვის დაგეგმილ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა. თბილისი იმხელა და იმდენი დაახლოებული ერთმანეთზე პრობლემებია, რომ აი როგორც კი ერთი რამე გაკეთდება, მერე მეორე ჯამშდება. მეორე გაკეთდება, მესამე, მეოთხე და ესე მუდმივად არის. 70 ის? ხოდა ეხლა სექტემბრიდან თქვენზეც გავრცელდება ისევე როგორც ყველა პენსიონერზე დაზღვევა და შესაძლებლობა გექნებათ ამ დაზღვევით ისარგებლოთ, საავადმყოფო იქნება, ექიმის გამოძახება, იქნება სხვადასხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული მომსახურება. ანუ ის თქვათ რაც შეიძლება მერთვან უნდა გაჭიროს და სიტყვაზე დააჯდება 1000 ლარი, ხო? ის შეიძლება დაგიჯდეს 100 ლარი. და შესაბამისად ყველა პენსიონერზე გავრცელდება ესა. ისევე როგორც 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვებს. სტატისტიკა როგორც ანახავს, წლის განმავლობაში საპენსიო ასაკის ადამიანი მინიმუმ 2-ჯერ მაინც მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. მინიმუმ 2-ჯერ. და ის 2-ჯერ მიმართვა დაახლოებით იქნება, აი რომ სუმცირე რო ავიღოთ 500-600 ლარის. ანუ რეალურად წელიწადში მინიმუმ 500-600 შეიძლება 1000 ლარიც კი დაძოგოს, მე სულ მინიმალურს ვამბობ, სულ მინიმალურს. ამიტომ ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ხა პენსიონერისთვის ყველაზე დიდი ხარჯი მაინც ჯანდაცვის ხარჯი. ძალიან მნიშვნელოვანია მე მისი მოხმარება, რომ როცა ვერ მიდიხარ, ოჯახის ექიმი შეგიძლია გამოიძახო, ყველანაირ კონსულტაციას ჩაგიტარებს, ესე ვთქვათ, მიმართულებას მოგცემს და მე უკვე საავადმყოფო იქნება იქ პოლიკლინიკა თუ რაღაცა სხვანაირი მკურნალობა რაც დაჭირდება 90% შემოგეშლება. არსებითად ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ახლა მაინც ეს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობა გავაჩინოთ ქალაქში და მთელ ქვეყანაში.